ნაღამშვიდობის 6 მაისს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. გალტენ ტაგარტი წელს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელოდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგის სხდომა ხვალ არის დაგეგმილი. 12 მარტის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შენარჩუნდა. ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისათვის 961,000 ლარის ჯარიმები დაწერა. პარლამენტისთვის წარდგენილი ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით ჯარიმების მოცულობა სულ 961,300 ლარი იყო, 2023 წელს დაწერილ ჯარიმებთან შედარებით 234,000 ლარით ნაკლები. კერძო ნებაყოფლობით საპენსიო შენატანების შესახებ კანონი ძალაშია, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო დაგროვებით საპენსიო სქემებში ჩართვას შეძლებენ. ADP-ის 58 ყოველწლიურ შეხვედრაზე TBC კაპიტალმა აზიის განვითარების ბანკთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც TBC კაპიტალს და TBC ბანკს 150 მილიონი დოლარის კაპიტალის მოზიდვა უმარტივდებათ. საწვავი 9-10 თეთრით გაიაფთა. საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად საქართველოში საწვავის ფასი გაიაფებას განაგრძობს და მარტის ბოლოს ეგრეთ წოდებულ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 10-13 თეთრით შემცირების შემდეგ მაისის დასაწყისში კიდევ ბენზინის და დიზელის ღირებულება 9-10 თეთრით არის დაკლებული. დღევანდელი ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა, ლარის ცვლილება თეთრის 4 მიასეთი შეადგინა და დოლარის ღირებულება შესაბამისად 2 ლარზე და 75 თეთრზე მრგვალდება. ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით ლარი ევროსთან მიმართებით თეთრის 62 მიასეთით არის გამყარებული და შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 11 თეთრი გახდა. თეთრის 77 მიასეთით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან და მისი ფასი 3 ლარი და 66 თეთრია. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსი 7 თეთრი და 11 მიასეთია. გალტენ ტაგარტი წელს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ვარაუდობს. საინვესტიციო ბანკის ეკონომისტი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ნაკლები დამხმარე მოვლენები ახლავს თან, რადგან ინფლაცია მზარდია. ლაშა ქავთარაძის განცხადებით, ინფლაციის არსებული დონის და პროგნოზის გათვალისწინებით ეროვნული ბანკისგან ფრთხილი პოლიტიკის მოლოდინია. მისი თქმით, განაკვეთის კლების გარეშეც მიმდინარე ეტაპზე მონეტარული პოლიტიკა შერბილებულია და ქავთარაძე ამბობს, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ბანკთა საპროცენტო განაკვეთსა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შორის დაშორება იმიტომ მოხდა, რომ ლარის რესურსზე მოთხოვნა იყო და ამან ბანკთა შორისი საპროცენტო განაკვეთები გაზარდა და მანამდე თუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მიყვებოდა, ის დაშორდა. 20 აპრილიდან ეს არის დაახლოებული. ამის ხელშემწყობი იყო ისიც, რომ ეროვნულმა ბანკმა დოლარის შეზღუდვები დაიწყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ნაკლები დამხმარე მოვლენები ახლავს თან, რადგან ინფლაცია არის მზარდი, მიზნობრივ დონეზე მაღალია და გალტენ ტაგარტის შეფასებით ეროვნული ბანკი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან თუ ინფლაცია პროგნოზის 4-5%-ის ფარგლებში მოექცევა, ეს ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არსებულ დონეზე უნდა შენარჩუნდეს, ამბობს ლაშა ქავთარაძე. განაკვეთთან დაკავშირებით მსჯელობა ეროვნულ ბანკში ხვალ იქნება. ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდების გაყიდვით გასულ წელს 400 მილიონიანი შემოსავალი მიიღო. 2024 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ოქროს მოცულობის შესახებ ცნობილი სების პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშიდან გახდა. ცნობილი ამ დოკუმენტის მიხედვით სამახსოვრო მონეტების და არამონეტიზებული ოქროს ზოდების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელს 429 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 36 ჯერ მეტია. ეროვნული ბანკის განმარტებით მათ ოქროს ზოდების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ზოდებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დაიწყეს. სების ოქროს რეალიზაციასთან დაკავშირებით მივმართეთ კითხვით ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, რა დროსაც ეროვნულ ბანკში განმარტეს, რომ მთლიანობაში მათ მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ოქროს ზოდები 529 მომხმარებელმა შეიძინა, ტრანზაქციების ჯამი კი 957 იყო. ამ ტრანზაქციების სრული მოცულობის შესახებ ცნობილი ეროვნული ბანკის მიერ 2024 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდა.
გასულ წელს შემოწმებული ფულის, მათ შორის ლარის, დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების ბანკნოტების თითქმის 60% ყალბი აღმოჩნდა. ესეც ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშში აღნიშნული. როგორც ამ ანგარიშიდან ირკვევა, ექსპერტიზა 11.014 ერთეულ ფულის საეჭვო ნიშანზე ჩატარდა, საიდანაც 59.7% შემთხვევაში, ანუ 6.574 შემთხვევაში ყალბი აღმოჩნდა ბანკნოტი, 3.604 შემთხვევაში ნამდვილობა დადასტურდა და 826 ერთეულ ფულის ნიშანზე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არ გადახდადი ერთეული იყო. გასული წლის განმავლობაში გრძელდებოდა ფულის ნიშნების ექსპერტიზის სამუშაოები, ექსპერტიზა ჩატარდა ეროვნული ბანკის ინფორმაციით კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, 257 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან და ფიზიკური პირების მიერ შეტანილი 11.014 წელს საეჭვო ფულის ნიშანზე, აღნიშნავს ეროვნული ბანკი პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიში და იქვე მიუთითებს, რომ ლარის ყალბი ბანკნოტები, მონეტები, ყველაზე დიდი წილი 50 თეთრიან მონეტებზე მოდის, მეორე ადგილზე 1 ლარიანი მონეტებია და სამეულშია 100 ლარიანი ბანკნოტები. ეროვნული ბანკის პარლამენტისთვის წარდგენილი გასული წლის ანგარიშის მიხედვით საფინანსო სექტორში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით დაწერილი ჯარიმების მოცულობამ 961.300 ლარი შეადგინა, რაც 2023 წელს დაწერილ ჯარიმებთან შედარებით 234.000 ლარით ნაკლებია. ეროვნული ბანკის ანგარიშით მსგავსი დარღვევები შემცირებულია კომერციულ ბანკებში, ხოლო მიკროსაფინანსოებსა და საგადახდო სერვისის პროვაიდერებში პირიქით გაზრდილია. ანგარიშში წერია, რომ შესაბამისმა უწყობამ 2024 წელს ზედამხედველობას დაქვემდებარებული 6 სუბიექტის დისტანციური ტიპის ეგრეთ წოდებული follow-up შემოწმება განახორციელა. შარშან განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის და ფულადი გზავნილების სისტემით შესრულებული ტრანზაქციების შესწავლას დაეთმო, რისთვისაც ბანკებში საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან, ბელარუსთან, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შესაბამისობის პროცესის ეფექტურობა შეისწავლეს. ადგილზე ინსპექტირების შედეგად კი დაკისრებული ფულადი ჯარიმების გარდა გასული წლის განმავლობაში საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ აქტიურად გამოიყენებოდა ბაკონტროლებელი ღონისძიებები, იდენტიფიცირებული სისუსტეების დაუყოვნებლივი აღმოფხვრის და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შესაბამისობის დონის ამაღლების მიზნით. ადგილზე ინსპექტირების შედეგების გათვალისწინებით 2024 წელს არაერთი რეკომენდაციაა გაცემული. ეროვნული ბანკი ანგარიშში ასევე მიუთითებს, რომ 2024 წელს მანივალმა ვირტუალური აქტივის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთი ღონისძიების მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და მე-15 რეკომენდაციასთან საქართველოს ტექნიკური შესაბამისობის რეიტინგი გააუმჯობესა ნაწილობრივ შესაბამისად, მნიშვნელოვნად შესაბამისად, რაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი საზედამხედველო ღონისძიებების შედეგი არის, წერს ეროვნული ბანკი. ცენტრალური ბანკის ანგარიშით გასულ წელს ცეფში ადმინისტრირებული ხარჯები გაზრდილი არის. 2024 წელს ეროვნულ ბანკში 626-მდე გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა, 25 დასაქმებულით მატება, მთლიანმა ადმინისტრაციულმა ხარჯმა კი 35%, 15.300.000 ლარით იმატა და 59.400.000 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ანგარიშით შარშან ერთი თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება 94.956 ლარი იყო, რაც თვეში 7.913 ლარის ტოლია. ეს თანხა საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გამოკლებით თვეში ხელზე 6.330 ლარს უტოლდება. თანხა 2023 წელთან შედარებით 1.428 ლარით, ანუ 29%-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში 2024 წელს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ ხარჯებს შორის ხელფასი 55.200.000 ლარს, ანაზღაურებადი შვებულება და ბიულეტენი კი 4.200.000 ლარს შეადგენდა. ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 9-10 თეთრით გაიაფთა საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად. ქვეყანაში საწვავის ფასი გაიაფებას განაგრძობს და მარტის ბოლოს ეგრეთ წოდებულ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება თუ 10-13 თეთრით შემცირდა. მაისის დასაწყისში ბენზინის და დიზელის ღირებულება კიდევ 9-10 თეთრით კლებას აჩვენებს. საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა
შესაძლება, რომელიც ქსელში რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ფასი იმას აჩვენებს და საშუალოდ ამ მონაცემებით პრემიუმ ტიპის საწვავს 2 ლარა და 79 თეთრიდან 3 ლარა და 19 თეთრამდე დიაპაზონში შეიძენს მომხმარებელი. რეგულარი ბენზინგასამართ სადგურებზე 2 ლარი და 59 თეთრიდან 2 ლარსა და 99 თეთრამდე მერყეობს. სუპერის ფასი 2 და 99-დან 3 და 63 თეთრის ფარგლებშია. გასულ კვირაში საქსტატმა 2025 წლის აპრილის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წინა თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასები წრიურად 3.4%-ით არის გაზრდილი. ინფლაციას ყოველთვიურად საქსტატი 305 დასახელების საქონლის და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის. ანგარიშის მიხედვით წინა თვეში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ძირითადად ხილბოსტნეული ხდება და მათ შორის პირველ ადგილზე ლიმონია. კიდევ რომელ პროდუქტებს შეეხო ფასთა მატება გასულ თვეს ყველაზე მეტად მარია მიზორიას სიუჟეტში ვნახავთ. გასულ კვირას საქსტატმა ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აპრილში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიმონი, კომბოსტო და ბადრიჯანია. უფრო კონკრეტულად აპრილში ლიმონი 90%-ით, კომბოსტო 61%-ით, ბადრიჯანი კი 52%-ით არის გაძვირებული. საქსტატზე დაყნობით ვნახოთ, სად ყიდულობთ ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს და რა რაოდენობით შემოგვაქვს საქართველოში. დავიწყოთ ლიმონით, რომელიც ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. საქსტატის მონაცემებით 2025 წელს სამ თვეში საქართველომ 780 ტონა ლიმონი შეიძინა, რაშიც 374,000 დოლარი გადაიხადა. მაშინ, როდესაც 2024 წელს ანალოგიურ პერიოდში ქვეყანა 377,000 დოლარის 718 ტონა ციტრუსი ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს საქართველოს ლიმონის იმპორტის 8,6% ზრდა ფიქსირდა. ქვეყანამ წელს ლიმონის იმპორტი მხოლოდ 3 ქვეყნიდან განახორციელა. საქართველო ყველაზე მეტი რაოდენობის პროდუქტს მეზობელ თურქეთში ყიდულობს. უფრო კონკრეტულად, საქართველომ თურქეთიდან 261,000 დოლარის ღირებულების 726 ტონა ლიმონი იყიდა. მას მოსდევს რიგით მეორე ბაზარი ნიდერლანდები 54 ტონით, რაშიც საქართველომ 112,000 დოლარი გადაიხადა. მესამე ბაზარი ირანია, სადაც ქვეყანამ 2,000 დოლარის 100 კილოგრამი ციტრუსი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული თურქული ლიმონის ღირებულება საბაჟოზე გადასახადების გარეშე 35 ცენტია, ნიდერლანდურის კი 2 დოლარი და 15 ცენტი. გადავიდეთ კომბოსტოზე, რომელიც მეორე ყველაზე გაძვირებული პროდუქტია. მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველომ 416,000 ღირებულების 3,216 ტონა კომბოსტო იყიდა. მაშინ, როდესაც 2024 წელს ანალოგიურ პერიოდში 63 ტონა კომბოსტო ჰქონდა შეძენილი, რაშიც 15,000 დოლარი გადავიხადეთ. ქვეყანამ ჯამში 7 ბაზარზე ივაჭრა, თუმცა ძირითადად 3 ქვეყანა იყო გამოკვეთილი, რომელზედაც იმპორტის ყველაზე მეტი წილი მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით ქვეყნისთვის წელს მთავარი სავაჭრო ბაზარი ირანია, საიდანაც საქართველომ 3,181 ტონა კომბოსტო იყიდა და მასში 404,000 დოლარი გადაიხადა. მას მოსდევს რუსეთი, სადაც 21 ტონა კომბოსტო ვიყიდეთ. მესამე ადგილზე კი თურქეთია, საიდანაც საქართველომ 13 ტონა კომბოსტო შეიძინა. აპრილში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალში მესამე ადგილოსანი ბადრიჯანია. საქართველო მიმდინარე წელს სამ თვეში 1,300,000 დოლარის ღირებულების 1808 ტონა ბადრიჯანი შეიძინა. მაშინ, როდესაც გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში საქართველოს 2039 ტონა ბადრიჯანი ჰქონდა შეძენილი, რაშიც 1,500,000 დოლარი გადავიხადეთ. აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს ბადრიჯნის იმპორტი 11,3%-ით შეუმცირდა. წელს ქვეყანამ ბადრიჯანი 3 ქვეყანაში შეიძინა, კერძოდ თურქეთში, ირანსა და საფრანგეთში. მათ შორის ყველაზე მეტი ბადრიჯანი თურქეთიდან შევიძინეთ, სადაც საქართველომ 1523 ტონა ბადრიჯანი 1,100,000 დოლარად იყიდა. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ბაზარზე იმპორტის 25%-იანი კლებაც ფიქსირდება. იმპორტიორ ქვეყნებს შორის თურქეთთან ერთად ირანი და საფრანგეთი ხვდება. სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებისათვის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო ძალაში შევიდა. 1 იანვრიდან კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ კანონი ამოქმედდა, რომელიც თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს, ისევე როგორც სადაზღვეო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის შექმნა საპენსიო პროდუქტი, რისთვისაც ახალ კანონმდებლობაში საგადასახადო სტიმულებია გათვალისწინებული. როგორი არის მესამე სვეტის პენსიების გავრცელება ქვეყანაში, რას ცვლის ჩარჩო კანონმდებლობის არსებობა და ვისთვის შეიძლება იყოს საინტერესო კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების შექმნა. დეტალებს ელენე გოგბერაშვილის სიუჟეტში მოგიყვებით.
სახელმწიფო სოციალური პენსიის და სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად მოქალაქეთა მცირე ნაწილია, რომელიც დამატებით ფულს კერძო სქემებშიც აგროვებს. ეგრეთ წოდებული მესამე სვეტის პენსია სრულად დამოუკიდებელი საპენსიო პროდუქტია მეორე სვეტის პენსიისგან. შესაბამისად, მასში ჩართვა სავალდებულო საპენსიო სქემაში ჩართულობაზე გავლენას არ ახდენს. სხვაობა ნებაყოფლობითი დაგროვებისგან არის ის, რომ ნებაყოფლობითი საპენსიო სქემიდან შეგიძლიათ გამოხვიდეთ ნებისმიერ დროს საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ეგრეთ წოდებული მესამე სვეტის საპენსიო სქემები ქვეყანაში აქამდეც არსებობდა, თუმცა სისტემაც და კანონმდებლობაც საკმაოდ მოძველებული იყო. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც კერძო ნებაყოფლობით დაგროვებით საპენსიო სქემების ახალისებისთვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. წყლიური შენატანი მონაწილის ან მონაწილის სასარგებლოთაც სხვის მიერ განხორციელებული შენატანი ჯამურად 6,000 ლარის ფარგლებში თავისუფლებას საშემოსავლო გადასახადიდან. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ახალი კანონმდებლობით კერძო საპენსიო სქემების დაფუძნება და დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისთვის საპენსიო პროდუქტის შექმნა შეეძლებათ როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს, ასევე სადაზღვევო კომპანიებს და აქტივების მმართველებს. არსებული სქემების მფლობელებს კი წლის ბოლომდე აქვთ ვადა იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. რეგულაციებიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში შესაძლოა ბაზარზე ახალი ფინანსური ელემენტებიც გაჩნდეს საპენსიო კომპანიების სახით. ვინ შეიძლება იყოს საპენსიო კომპანია? დავიწყებ აქედან. ეს შეიძლება იყოს დამსაქმებელი, ეს შეიძლება იყოს დამსაქმებელთა გაერთიანება, ეს შეიძლება იყოს დასაქმებულთა გაერთიანება და შეიძლება იყოს პროფკავშირი, ანუ პროფესიული კავშირი. ეს არის 4 სუბიექტი, რომელსაც შეიძლება შექმნას საპენსიო კომპანია. საპენსიო კომპანია უნდა მოვიდეს ჩვენთან, აიღოს ლიცენზია და არეგისტრიროს სქემა და მთელი რიგი შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნები აქვს ამ კომპანიებს. ეგრეთ წოდებული მესამე სვეტის საპენსიო სქემები ბაზარზე აქამდეც არსებობდა და დღემდე აქვს სადაზღვევო კომპანიებს Aldax და GPI Holdings. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონის მიღება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მზღვეველებისთვის პოტენციური კლიენტები კერძო საპენსიო პროდუქტებით დააინტერესონ. ეს არის იმ ადამიანებისთვის, რომელსაც რაღაცა რესურსი აქვს, რაც ხარჯებს რო გაიღებს და ყველაფერს. ვერ კიდე აქვს რაღაც რესურსი. ამ რესურსის დაბანდებას დღეს აწარმოებენ ბინების ყიდვაში რაღაცაში, უძრავი ქონება, მიწა, ასე შემდეგ. ეს არის ახალი შეთავაზება რაღაც ლიმიტის ფარგლებში. არის ფისკალური სტიმული განხორციელებული იმისათვის, რომ ადამიანმა თავის სიბერეზე დამატებით იზრუნოს. ეს უნდა გაყიდონ სადაზღვევო კომპანიებმა, უნდა შექმნან და უნდა გაყიდონ. სეილის საკითხია, დარწმუნების საკითხია. რეალურად თქვათ ადამიანის. ხო ეს ინდივიდუალური სამუშაოა. აი ეს ადამიანებთან უნდა ლაპარაკი, უნდა დემონსტრირება იმისი, როგორ იქნება, როგორ დაგროვდება ეს ფული, რა იქნება და ასე შემდეგ. და მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა შედეგს ეს აუცილებლად მოიტანს. აქტივების მმართველი კომპანიების ნაწილისთვის კერძო საპენსიო აქტივების მართვა ამ ეტაპზე საინტერესო არ ჩანს. ფორსაითის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ამბობს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო გამართულია, თუმცა სავარაუდოდ გარკვეული დრო დასჭირდება ეგრეთ წოდებული მესამე სვეტის პენსიების საზოგადოებაში პოპულარული პროდუქტი გახდეს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამაზე მოთხოვნა დღესდღეობით არ არის. ამის მიზეზი არის ძირითადად ჩვენ ქვეყანაში, რაც არის რეალობა, რომ დაზოგვის კულტურა ფაქტიურად ეხლა იბადება. თან შემოსავლიანობის კუთხითაც დიდად მაღალი ხელფასებით არ გამოვირჩევით და აქედან გამომდინარე ადამიანებს არ აქვს შესაძლებლობა რომ იმის გარდა რომ აი ამ სავალდებულო საპენსიო სქემაში რაღაც კონტრიბუცია გააკეთონ, ასევე რაღაც პირადი დანაზოგი გააკეთონ, აი ამის ზემოდან კიდე კერძო საპენსიო სქემაში ფულის დაზოგვა არ არის მათთვის მარტივი. ვფიქრობ, დრო დაჭირდება, რომ აი ეს კერძო საპენსიო სქემები, ასე ვთქვათ, პოპულარული გახდეს და მასიური პროდუქტი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც როგორც აქტივობის მმართველებისთვის ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ საინტერესო ასეთი პროდუქტის შექმნა. ამ ეტაპზე ბაზარზე მხოლოდ 3 არასახელმწიფო საპენსიო სქემა მუშაობს. სადაზღვევებთან ერთად საკუთარი დასაქმებულებისთვის წლების წინ საპენსიო სქემა შექმნა სააქციო საზოგადოება საქაერო ნავიგაციამაც. ახალ კანონმდებლობასთან მოსარგებად ორგანიზაციას სხვა სქემების მფლობელების მსგავსად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სადაზღვევო კომპანიებისგან განსხვავებით საქმიანობის გაგრძელებისთვის საქაერო ნავიგაციას სერიოზული რეფორმირება მოუწევს. საქაერო ნავიგაციას ძირეული რეფორმები მოუწევს ამ მიმართულებით. პირველ რიგში მათ უნდა დააფუძნოს საპენსიო კომპანია.
იმ შემთხვევაში თუ მათ სურთ დამოუკიდებლად განახორციელონ ეს საპენსიო სქემა, მათ უნდა დააფუძნონ საპენსიო კომპანია. კანონი აძლევს საშუალებას საპენსიო კომპანიებს, საზღვაო კომპანიებს და აქტიურ მმართველ კომპანიებს მეშვეობით განახორციელოს ეს საქმიანობა, თუმცა ამ შემთხვევაში საქარო ნავიგაციას აქვს ვალდებულება დააფუძნოს საპენსიო კომპანია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობთ, თანამშრომლობთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავცეთ ლიცენზია ამ ორგანიზაციაზე, როგორც საპენსიო კომპანიაზე. დღეს კერძო საპენსიო სქემების გავრცელება ძალიან მცირეა. კერძო საპენსიო სქემებს მხოლოდ 15721 მონაწილე ყავს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კერძო საპენსიო ფონდებს 5 მილიონ ლარამდე საინვესტიციო შემოსავალი ჰქონდათ. 359 მომხრე 42 წინააღმდეგი შტატების წარმომადგენელთა პალატა მეგობარი აქტი მიიღო. შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერა. ამჟამად შეერთებული შტატების სენატში კანონპროექტს უკვე გავლილი აქვს საგარეო კომიტეტის შედეგად დარჩენილია კენჭისყრის ეტაპი. მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ალექსანდრე ზაგარაშვილმა, შიდა ქართლში სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში ზაალ გელაშვილმა, გურიაში გიორგი ღურჯუმელიძემ და ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძემ დაიკავეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის რევას სოხაძის წარდგინებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბექა ურუშაძე დაინიშნა, რომელმაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ტაბიძე შეცვალა. სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზარდიაშვილი 16 აპრილს დაინიშნა დირექტორად და მანამდე მმართველობით საბჭოში იყო. ზარდიაშვილის დანიშნვის პარალელურად ცვლილება კიდევ ორ კომპანიას, საკრუს ენერგოს და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შეეხო. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მამუკა მენაღარიშვილი საკრუს ენერგოს გენერალურ დირექტორად და ასევე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად ვლადიმერ ძნელაძე არიან დანიშნულები, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და მართვის პრაქტიკა აქვს. რიყის დოქების გაყიდვის მთავარ მიზეზად ბიზნესმენი დავით ხიდაშელი არასტაბილურ საინვესტიციო გარემოს ასახელებს. მისი თქმით, ამ ფაქტორის გამო ვერ მოხერხდა დამატებითი ინვესტორების მოზიდვა. ბიზნესმენმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გაირკვა, რომ ხიდაშელმა რიყის დოქები შპს რიყე დომს მიჰყიდა. ADP-ის 58 ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მილანში CARAC-ის რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც შუა დერეფნის პერსპექტივასა და პოტენციალზე იყო მსჯელობა. მონაწილეებმა, რომელთა შორისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო მდგრადობის გაძლიერებაზე. ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის ეფექტიანობის გაზრდის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს. ეკატერინე გუნცაძემ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური რელიზის მიხედვით საქართველოს როლზე ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაზე საუბრისას ყურადღება ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე ინვესტიციებზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ინტერნეტ კაბელის მნიშვნელობაზე, როგორც ევროპის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის გაამახვილა. საქართველოსთვის შუა დერეფანი მაშინაც მნიშვნელოვანი იყო, სანამ სხვა ქვეყნები მასზე ყურადღებას რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთზე დაკისრებული სანქციების გამო გაამახვილებდნენ, განაცხადა გუნცაძემ. სესიის მოდერატორმა მამუკა წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ როცა ქართული ღვინოს მსოფლიოს შემოვლა უწევს, რომ ჩინეთში გაიყიდოს და ამ მიზნისათვის შუა დერეფანს არ და ვერ იყენებს, ესე იგი რაღაც გასასწორებელია. სამხრეთ ცენტრალურ და დასავლეთ აზიის ვიცე-პრეზიდენტმა კი ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა და ჩინეთი $5 მილიონ ფონდს ქმნიან, რომელიც რეგიონალურ თანამშრომლობას დაეხმარება. ADP-ის 58 ყოველწლიურ შეხვედრაზე TBC კაპიტალმა აზიის განვითარების ბანკთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც TBC კაპიტალს და TBC ბანკს $150 მილიონი კაპიტალის მოზიდვა უმარტივდებათ. ასეთი მემორანდუმი ბანკისთვის პირველია. დეტალებზე BMG მილანში TBC კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე ჩაწერა. მისი თქმით, TBC კაპიტალი და TBC ბანკი $150 მილიონი დაფინანსებას მოიზიდავს იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზრის პროდუქტებში და საბანკო პროდუქტებში ფულის მარტივად დაბანდება მოხდეს.
დაუბრუნდეს. მისი თქმით, ADB-ს ასეთი კონტრაქტი არსად არ აქვს გაფორმებული, პირველია უპრეცედენტოა და დღეს ხელი მოეწერა მიუხედავად იმისა, რომ ADB ფართოვდება თურქეთში და სხვა ქვეყნებში, უფრო მეტად აქტიურდება, ვახერხებთ და ვაჩერებთ მათ ფოკუს საქართველოზე 150 მილიონი დოლარი 50 მილიონის ესხებისათვის და 100 მილიონი უფრო კაპიტალის ბაზრისათვის ბანკს ჩვენთვის უკვე იქნება გამოყოფილი და შესაბამისად უფრო მარტივად შევძლებთ ამ ფულის ქართული კომპანიებისათვის მოზიდვას, ამბობს შარიქაძე BMG-სთან. არ ვარ მზად საქართველოზე დეტალურად გესაუბროთ. ასეთი პასუხი გასცა BMG-ს ADB-ს მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა კითხვაზე, უფრო კონკრეტულად რომელ ფაქტორებს ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან მიმართებით, როცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ადგენს. ამ კითხვით BMG-ს ჟურნალისტისათვის ღია შეხვედრის ფარგლებში ადრე დასმული კითხვის დაზუსტებას შევეცადეთ, მანამდე პარკმა თქვა, რომ საქართველომ ისევე როგორც რუსეთის მეზობელმა ზოგიერთმა ქვეყანამ სარგებელი მიიღო რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად. მაგრამ ახლა არსებობს გაურკვევლობა, კერძოდ თუ სანქციები მოიხსნება, უკრაინაში მშვიდობა დამყარდება და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვლება. შესაძლოა ყველაფერი ძველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს. შედეგად საქართველო დაკარგავს იმ კომპანიების ნაწილს, რაც ამ პერიოდში მოიზიდა, ამბობს ალბერტ პარკი. ADB-ს მთავარი ეკონომისტის თქმით, ახლა საქართველომ შუადერეფნის სავაჭრო მარშრუტის გააქტიურებით უნდა ისარგებლოს. პარკის შეფასებით, ქვეყანა მარშრუტში საკუთარი ეფექტიანობის გაზრდას, ტრანზაქციების ხარჯების შემცირებით და სხვა ბარიერების დაძლევით უნდა მიაღწიოს. ეკონომისტები ასევე ვხედავთ, როდესაც ადამიანები ეჩვევიან იმ გზას, რომელიც ხარჯების კუთხით ეფექტურია, მათ ძველ სისტემაზე დაბრუნება არ სურთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია შეინარჩუნოს მოზიდული კომპანიები და ინვესტიციები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად ქვეყანა ეფექტიანი და კონკურენტული დარჩება, ამბობს ალბერტ პარკი. სტაბილური საინვესტიციო გარემოს გამო ვერ მოხერხდა ინვესტორების მოზიდვა, ამბობს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რიყის დოქების გაყიდვის მიზეზებზე განმარტებისას. განცხადება მან მედიაში მას შემდეგ გაავრცელა, რაც გაირკვა, რომ ხიდაშელმა რიყის დოქები შეპასე რიყე დომს მიყიდა. განცხადებაში წერს, რომ ის არასდროს ყოფილა პოლიტიკური პროცესების მონაწილე და ინტერესების გამტარებელი. მისი თქმით, რუსეთში ხიდაშელის ბიზნეს საქმიანობა 10 წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა და რუსეთთან მას არანაირი კავშირი აღარ აქვს. ეგრეთ წოდებული რიყის დოქები ხიდაშელმა 10 მილიონ ლარად იყიდა. დავით ხიდაშელმა BMG-ს განუცხადა, რომ ქონების რეალიზებაც 10 მილიონად მოხდა. ხიდაშელს რიყის დოქებში 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვადა 12 მაისს ეწურებოდა. მისი ახალი მფლობელი კი კომპანია რიყე დომია, რომელიც თორნიკე კოპალიანს ეკუთვნის. 12 მილიონი ლარის ინვესტიციის შეუსრულებლობის გამო სახელმწიფომ დავით ხიდაშელს უკვე ჩამოართვა კურორტი ახტალა, ასევე 20 მარტს გაირკვა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოერთვა კურორტი ლიბანი და 499,500 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა. სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა, ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს სამშობლო. რა თქმა უნდა, მომავალშიც შევეცდებით შეძლების დაგვარად ბევრი სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ, ამასთანვე საჭიროდ თვლი განვაცხადო. არ ვარ და არასოდეს ყოფილ ვარ პოლიტიკური პროცესების მონაწილე ან პოლიტიკური ძალების ინტერესების გამტარებელი. ჩემი ეგრეთ წოდებული რუსეთში ბიზნეს საქმიანობა 10 წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა და მას შემდეგ რუსეთთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს. ტყუილად მაბრალებენ რუსეთთან არ არსებულ კავშირებს. ჩემი საქმიანობა სრულად დისტანცირებულია შიდა და გარე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან. ყველა ცილისწამებლური ცდელობა, რომ ჩემი სახელი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ქულების დასაწერად, მკაცრად მიუღებელია. სადაზღვაო სექტორში ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების აღდგენის საკითხი აქტიურდება. წინა კვირაში სადაზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, სადაც მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესაძლო ცვლილებები და ეგრეთ წოდებული შემავსებელი პაკეტების დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს. კერძო სექტორში თვლიან, რომ სახელმწიფოსა და სადაზღვაოების თანამშრომლობით საბიუჯეტო თანხების დაზოგვა და მოსახლეობისათვის ეგრეთ წოდებული ჯიბიდან გადახდების ხარჯების შემცირება შესაძლებელია. რა კომუნიკაცია შედგა ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის და რამდენად რეალისტური არის ჯანდაცვის სექტორში ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების დაბრუნება, დეტალებს გიყვებით სიუჟეტში.
ჯანდაცვის სექტორში ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების აღდგენის საკითხი კიდევ ერთხელ აქტიურდება. გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე სადაზღვო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები და ეგრეთ წოდებული შემავსებელი პაკეტების დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს. სადაზღვო სექტორს კვლავ მიაჩნია, რომ დღეს არსებული მოდელი უსამართლოა, როდესაც მოქალაქეების დიდ ნაწილს კერძო დაზღვევის შეძენისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება უწევს. დაზღვევის კავშირის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული დაშენებული სადაზღვო პაკეტების დაშვება ერთი მხრივ კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობას გაზრდის, მეორე მხრივ კი მოსახლეობას ჯანდაცვაზე გაწეულ დანახარჯებს შეუმცირებს. წინა კვირაში ჩვენ გქონდა ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ დაშენებული პაკეტების არსებობა იყო. დაიწყო მუშა პროცესი, ჩვენგან ელოდებიან სადაზღვო ინდუსტრიისგან გარკვეულ მოსაზრებებს ჯანდაცვის სამინისტრო, მათი მზაობა გამოთქმული ამ შეხვედრაზე არსებობს. დაველოდოთ რა გზებს ვიპოვით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კერძო დაზღვეული იყოს და უფრო, ასე ვთქვათ, ჯიბიდან გადახდის პარამეტრები შემცირდეს. ფაქტი ერთია, რომ კერძო დაზღვეულთა შენაკადები შემცირდა და ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ 25,000-ით გაიზარდა ბოლო წელს, როცა ადრე 50, 40, 60,000-იც კი იყო ზრდა. ამიტომ რომ არ დაიწყოს სადაზღვეო კომპანიებს შორის დაზღვეულთა კანიბალიზაცია, საჭირო არის გარკვეული ინსენტივების გაჩენა, რომ 15%-ზე მეტი, 20%-ზე მეტი, 25%-ზე მეტი ჩვენ მივიღოთ კერძო დაზღვევაში. დაშენებული, ანუ შემავსებელი პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა. შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯების შეკავების აუცილებლობით აიხსნა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კერძო დაზღვევით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ პენსიონერებს და ბავშვებს შეუძლიათ. სადაზღვო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მოდელი ახლა წარმატებით მუშაობს და მისი გაფართოებით ერთი მხრივ გრძელვადიან პერიოდში საბიუჯეტო თანხების დაზოგვა შესაძლებელი, მეორე მხრივ კი მოსახლეობა უკეთეს სამედიცინო სერვისებს მიიღებს, როგორიცაა მაგალითად პროფილაქტიკური კვლევები, დიაგნოსტიკა, მედიკამენტები. ბევრი ხალხი არ მიდის დაზღვევის შესყიდვაზე, იმიტომ რომ ამბობს, რომ დავკარგავ საყოველთაოს არ მინდა. და ეს ცუდი არა მარტო მათთვის, არამედ ცუდია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად მნიშვნელოვან ანტისელექციაში ვყვებით. სახელმწიფო დღეს ძალიან დიდწილად აფინანსებს, როდესაც ადამიანს თხოვს წამალს, თხოვს ამბულატორიულ კვლევების დაფინანსებას და რომელიც გადის ხო რეფერალური პროგრამებიდან, მუნიციპალური პროგრამებიდან და ასე შემდეგ. ასე რომ ერთნიშნულოვანი პასუხი არ არის, მაგრამ ერთი რამე ვიცით, რომ ადამიანისთვის სასარგებლოა. ეს არის უდავო. ადამიანისთვის სასარგებლოა და რასაკვირველია ინსტიტუციური დაფინანსების გაზრდა, ანუ ჯიბიდან დაფინანსების შემცირება უდაოდ ეფექტურობას და ეფექტიანობას ერთის მხრივ ეს მოახდენს ჯიბიდან გადახდების შემცირებას, მოხდება პრევენცია ავადმყოფობების, როდესაც მათ ექნებათ კერძო სადაზღვეო სექტორში შეძენილი სხვადასხვა ტიპის სერვისები, როგორიც არის მედიკამენტოზური მკურნალობა, ამბულატორიული სერვისები, პროფილაქტიკური კვლევა, სტომატოლოგია და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაიზრდება სადაზღვეო ბაზა, სამედიცინო დაზღვევის მომხმარებელთა რაოდენობა და მესამეს მხრივ ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ სახელმწიფო დაზოგავს თანხებს არა მხოლოდ ვთქვათ ბიუჯეტურ სახსრებს იმაში, რომ გააფართოვოს მოქალაქისთვის სამედიცინო დაფარვის რისკები, არამედ ავადობის პრევენციაც მოხდება წინასწარ, სანამ თქო არ მივა მოქალაქე თქო სტაციონარულ შემთხვევებამდე, როდესაც თქო პრევენციული სამედიცინო სერვისები ექნება უკვე ნაყიდი. ამიტომ სამხრივად კარგი ამბავი იქნება ეს თუ გაკეთდა და რაღაცნაირად პირველ რიგში ეს იქნება მოქალაქის ჯიბიდან გადახდების შემცირებისთვის განკუთვნილი პროცედურა. გასულ კვირას შესაბამის კითხვაზე პასუხისას ჯანდაცვის სექტორში ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების აღდგენის შესაძლებლობა არც თავად ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გამორიცხა. ჯერ არ მახსენდება, რომ წარმოდგენილი ყოფილიყოს რაიმე ისეთი ინიციატივა, რომელსაც სამინისტრო ინტერესით არ გაცნობია და ამ კუთხით თანამშრომლობა არ შემდგარიყოს. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ასეთი მოსალოდნელია, რომ გაჩნდება და მათ შორის შესაძლებელია ეს იყოს, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული დაშენების ინსტრუმენტი. ეს მოსალოდნელი შეიძლება იყოს.
დღეს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 9 მილიონზე მეტ ადამიანს ազღავს. კერძო სამედიცინო დაზღვევით კი საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს. 2024 წლის მდგომარეობით მოქმედი პოლისების რაოდენობა 741,000 აჭარბებდა. უახლოესი დღეების განმავლობაში სადაზღვეო კომპანიებმა ჯანდაცვის სამინისტროს ეგრეთ წოდებულ შემავსებელ სადაზღვეო პაკეტებთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები უნდა მიაწოდონ. საბოლოოდ, როგორ გადაწყდება საკითხი, რომლის გადაჭრასაც სადაზღვეო სექტორი უკვე წლებია ითხოვს, ამას მომდევნო პერიოდი გვიჩვენებს. რა საჭიროებები აქვს ტექსტილის და ტანსაცმლის სექტორს? ამ საკითხზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ქვისის და ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა. ამ ღონისძიების ფარგლებში კვლევის პრეზენტაცია შედგა, რომელმაც დარგის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები გამოკვეთა. მათ შორის არის საექსპორტო ბარიერები, მუშახელის სიმცირე, ხარისხის სტანდარტებზე და ტექნოლოგიებზე წვდომა. გამოკითხული 50-ზე მეტი კომპანიიდან 70% აღნიშნავს, რომ დარგში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების სიმცირეა. ღონისძიებაზე ასევე იყო მსჯელობა, რა სამომავლო მხარდამჭერი აქტივობები უნდა დაიგეგმოს ტექსტილის და ტანსაცმლის სექტორის მხარდასაჭერად. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტანსაცვლისა და ტექსტილის მწარმოებელთა, მათ შორის პირადი დაცვის აღჭურვილობის მწარმოებლების საჭიროების კვლევა. ძირითადი მიზანი ამ კვლევის იყო ის, რომ გამოგვეკვეთა ის საჭიროების სფეროები, რომელიც შემდგომ უკვე სამომავლო მხარდაჭერას საჭიროებს და რა თქმა უნდა გამოგვეკეთა ის ძირითადი მიმართულებები, სადაც შესაძლებელია რომ გავაძლიეროთ ინდუსტრია მათი სამომავლო ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის. გამოკითხულთა თითქმის 70% შემთხვევაში მუშახელი არის ძალიან დიდი გამოწვევა, ცოდნა, გადამზადება და ტექნოლოგიების წვდომა, როგორც ფინანსური, ასევე ცოდნის თვალსაზრისით, თუ რა ტიპის ტექნოლოგიური გადაწყვეტა შესაძლოა იყოს დანერგილი ორგანიზაციებში. პროექტი ქვისი არის პროექტი ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის მხარდაჭერით და ჩვენ პროექტის განმახორციელებლები აქტიურად თანამშრომლობთ რამოდენიმე ინდუსტრიულ სექტორთან. მათ შორის ტანსაცმლის და მოდის სექტორი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. და ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეული აქტივობებით ქართული კომპანიები გავაძლიეროთ. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ადგილობრივ წარმოებაზე, ჩვენ თანამშრომლობთ იმპორტიორებთან და მოდის და ტექსტილის ინდუსტრიაში ჩვენ უფრო ფოკუსს ვაკეთებთ გრადობის განვითარებაზე, ხარისხთან შესაბამისობაზე, სხვადასხვა ინოვაციურ მიდგომებზე, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დაგეგმაზე. აპრილში საქართველოდან 96 უცხოელი გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. ნაწილმა კი იძულებით მათ ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვა დაუწესდათ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 10 მაისიდან 10 ივნისამდე ბაღდათი კურორტის საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოლდოვის რესპუბლიკის სოციალური დაზღვევის ეროვნულ ოფისთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანით სოციალური დაცვის და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში პარტნიორობა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უძრავი ქონების იჯარით გაცემის და გაქირავების ბაზარზე ფიზიკურ პირგია გორგოშიცის მიერ შეპეს ბუკას 100%-იანი წილის შეძენით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობას ადასტურებს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების იჯარით გაცემის და გაქირავების ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას 4240-მდე სუბიექტი ახორციელებდა. ბაზრის საერთო მოცულობა 2,2,5,574,000 ლარს ცდება. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინალ ჰირშმანის ინდექსი გაუტოლდა 48,70 ერთეულს, რაც დაბალ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან კონდენასთან ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში Vogue და GQ საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ. Les Publicans კონდენასთან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 23 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება. სახელმწიფო შეზღუდვის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით მარკეტინგულ კამპანიებში ტურიზმის ადმინისტრაცია ჯამში 44840 ევროს დახარჯავს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ფრანგულ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში გამარტავენ სხვადასხვა სახის კამპანია იგეგმება. ფრანგულ კომპანიასთან ადმინისტრაციამ ხელშეკრულება 2025 წლის დეკემბრამდე გააფორმა. ამ კამპანიის
ფარგლებში პირველი სტატია ფრანგულ Vogue-ის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული. საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში. სტატიაში საქართველოს ბუნებაზე, კულინარიაზე, ღვინოზე და ტურისტულ ადგილებზეა საუბარი. Condé Nast 1909 წელს დაფუძნებული საერთაშორისო მედია კომპანია, რომელიც სათავო ოფისით ნიუ-იორკში მართავს თავის კომპანიას და ის ფლობს ისეთ ცნობილ გამოცემებს, როგორც არის Vogue, New Yorker, Vanity Fair და GQ. ატომის გენერალური გეგმის კონცეფცია მიმდინარე დღეებში უნდა დამტკიცდეს დოკუმენტი City ინსტიტუტმა მოამზადა და ქალაქის განვითარების გონივრულ სცენარებს წარმოადგენს. პროექტებზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო და წელიწად ნახევარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. City ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორის და ურბანისტის ანდრო ქორთუას თქმით, კონცეფცია 1 წელია მზად არის, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მისი დამტკიცება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ქორთუას შეფასებით კონცეფციის მიღების შემდეგ უშუალოდ საბოლოო პროექტის შემუშავება დაიწყება, რომელიც დაადგენს იმ წესებს და პირობებს, რომელიც ქალაქში განაშენიანების პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული. ის ამბობს, რომ ამ მოცემულობით ქალაქის გეგმის დოკუმენტზე მუშაობა 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. კონცეფციის ეტაპს საკმაოდ ისეთი განხილვა მოუწია, მრავალფაქტორული, იმიტომ რომ თან ამ პროცესში მოხდა თვითონ მუნიციპალიტეტშიც გარკვეული ადმინისტრაციული ცვლილებები, შემდგომ ეს დაწევა, ასე ვთქვათ, პროცესზე გარკვეულ შრომასაც მოითხოვდა და ამჟამად უკვე დამტკიცების პროცესში არის კონცეფცია და ამ ეტაპის მერე უკვე საბოლოო ფაზაში გადავდივართ, რომელიც უშუალოდ პროექტის დამუშავებას გულისხმობს, სადაც აი ამ კონცეპტუალური და ხედვის დებულებების საფუძველზე აი საბოლოოდ შეკრული რეგლამენტი უნდა შემუშავდეს, რითაც ხალხმა უნდა იხელმძღვანელოს უკვე იურიდიულ ფარგლებში და რა თქმა უნდა თავის თემატური გრაფიკული ნაწილი და ტექსტური ნაწილის მიყვება, რომ სრული კომპლექტით იყოს წარმოდგენილი ის ხედვა და ეს კონცეფცია, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში დამუშავდა როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მათი მხრიდან ჩართულობით და სამინისტროების პოზიციებით გათვალისწინებული. ანდრო ქორთუას ინფორმაციითვე დამტკიცებული არის ბორჯომის გეგმის კონცეფცია და საფინალო პროექტებისათვის მომზადება დაიწყო, რომელმაც ქალაქში განაშენიანების სტანდარტები უნდა დაადგინოს. ქორთუას განცხადებით, საფინალო ფაზაში გადასული ბორჯომის გეგმის ძირითადი აქცენტი კურორტის იდენტობის გააძლიერებაზე კეთდება. საქმის კურსის ეთერში მან თქვა, რომ გენერალურ გეგმაზე მუშაობა ამ წლის შემოდგომაზე დასრულდება. თვის ბოლოს ასრულებს მუშაობას City ინსტიტუტი, ასევე ფოთის გეგმის კვლევით ნაწილზეც, რის შემდეგაც უშუალოდ კონცეფციაზე მუშაობის პროცესი უნდა დაიწყოს. City ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორის თქმით, ფოთში ქალაქში დეველოპერების ინტერესი ძირითადად მალთაყვის ტერიტორიაზეა, თუმცა ასევე დიდი არის ინტერესი საპორტო ნაწილში, სადაც მაღალი არის ლოგისტიკური სატერმინალო განვითარების ინტერესები. ამის გათვალისწინებით დოკუმენტზე მუშაობას 1 წელზე მეტი დრო დასჭირდება, ამბობს ის. მოწოვა რაც ფოთს გააჩნია არის ის, რომ ფაქტიურად იმხელა აქტორები ყავს ირგვლივ, როგორიც არის ეს თუნდაც სპორტი და მასზე მიბმული ინფრასტრუქტურა და შემდგომ აქეთ საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით კოლხეთის ეროვნული პარკი, რომ რეალურად ამ ტერიტორიებთან მიმართებაში თითქმის მჭიდრო კავშირები არ გააჩნია და გამოდის, რომ ამ მსხვილი აქტორებით გარშემორტყმული არის ქალაქი, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს. და ჩვენი მიზანი ამ კვლევითი ეტაპის არის ის, რომ გარკვეული სექტორების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რომელიც წარმოადგენს კონკურენტულ დარგს არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ რეგიონში და დიდი ალბათობით შავი ზღვისპირა რეგიონშიც და ამის საფუძველზე შემდგომ შევიმუშაოთ ხედვა, რომელიც დიდი ალბათობით შესრულდება უკვე ივლისში დასრულებული იქნება. სტანდარტულად პროცედურები მიიღობა, შემდგომ კონცეფცია და პროექტი იქნება შესამუშავებელი და ეს რა პერიოდს უყურებს ეს ყველა ეტაპი? პოზიტიური გათვლებით და მოლოდინებით. ხო, ჯერჯერობით არანაირი შეფერხება არ ყოფილა და ამ პირობებში აქედან უკვე 1 წელი უნდა ავითვალოთ საბოლოო პროექტის დასრულებამდე. თუმცა რეალისტურად ალბათ შემდეგი წლის შემოდგომის დასაწყისი უფრო რეალური არის. საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება იზრდება. უნცია ოქროს ფასი $3,316 შეადგენს, რაც ერთ თვეში 13%-ით და ერთ წლიან პერიოდში 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასი ერთ თვიან პერიოდში 10%-ით არის მომატებული და ერთ წლიან პერიოდში 21%-იანი ზრდა არის.
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასია შემცირებული, ამ დროის მონაცემებით ერთთვიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 6%-ია, ერთწლიან პერიოდში კი ვარდნა 12%-ია. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის გაიაფება მიწოდების დასტაბილურებასთან და გლობალური დეფიციტის შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული. შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით 2025 წლის დეფიციტის მაჩვენებელი წინა პროგნოზთან შედარებით 30%-ით ნაკლები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ფასების შემცირებას ხელს შეუწყობს. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის, წინ საქმიანი საღამოგელოდებათ, რომელსაც გიორგი არაონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.